მოკლედ დღესაც წამოვედი შუამთაში და ვაპირებ ტყეში არის პატარა ეკლესია და ამ ეკლესიის შემოწმებას, სადაც არიან ხოლმე ღამურები და ბუები. და ნახოთ თუ დაგვხვდებიან ეს არსებები. აი მანამდე სანამ იქ მივალ, აი აქ არის სორო და ნახოთ რამე დადის თუ არა. აკვალევი არის თუ არა. აი ეს არის სორო. მაგრამ ამოვსებულია ფოთლით არაფერი არ მოძრაობს, თუმცა აი აქ არის ნაკვალევები, აი ეს აი ესეც ნაკვალევია. მაგრამ არ ჩადის არაფერი. ესე იგი არ აღირს აქ კამერის დაყრდნობა. აი წავედი. აი ესეთ რამეს თუ წააწყდებით სადმე ტყეში, აი ესეც. აი ეს გრძელები. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ აქ ბინადრობს მაჩვს ხარბა. ეს არის მაჩვს ხარბას ექსკრემენტები. მშვენიერია. გავაგრძელოთ გზა. აი აქ ამიფრინდა ერთხელ ბუ. თან ისეთი ახლოს ვიყავი მისული, რომ ვერ შევამჩნია სანამ არ აფრინდა. აი წავიდეთ. მოვდივარ გზაზე და გადავაწყდი ესეთ უცნაურ რამეს. არის საკმაოდ რბილი. აშკარად სოკო უნდა იყოს. რა არის არ ვიცი, პირველად ვხედავ. მოკლედ ყოველი გამოსვლა არის სასწაული. რბილი შავი მასა რაღაც. საინტერესოა. თუ იცით დამიწერეთ რა არის. აი რა შემხვდა. გზაში აი აქ არის თოვლი და თოვლთან არის გამოსული ლოქორა. ეს ლოკოკინა არ გეგონოთ. ამას ქვია ლოქორა. ამას ქართული დასახელება არ უნდა ჰქონდეს, როგორც ვიცი აქვს ლათინური. ლათინური სახელები მე არ ვიცი. სამწუხაროდ. ზოგს გონია, რომ ლოკოკინა ნიჟარას ტოვებს, გამოდის და მერე შედის ისევ. ეს მასე არ არის. ლოკოკინა არასდროს არ ტოვებს ნიჟარას. ნიჟარა თუ დატოვა მოკვდება კიდეც. და ეს არის ესეთი არსება. აი მოვედი ამ პატარა ეკლესიასთან და ნახოთ რა ხდება შიგნით. შეიძლება დაგვხვდეს რამე, შეიძლება არც არაფერი არ დაგვხვდეს. მე ასეთი პატარა ლამაზი ეკლესიაა. აბა შევიდეთ. არაფერი. თუმცა აი ეს კვალი მიგვანიშნებს, რომ იყო აქ ბუ. აბა მეორე მხარეს შევიდეთ. აი აქაც არის პატარა კარები. წყალი ჩამოდის აქ. არაფერიც არ დაგვხვდა.
აი მწერები. აი აქ სავარაუდოდ ბუდობს ხოლმე. ეს არის ქვევრი. და არის ესეთი ტრადიცია, რომ ეკლესიის მშენებლობის დროს აყოლებენ ხოლმე ქვევრებს. და აი ეს ქვევრები არის ბუებისთვის საუკეთესო საბუდარი ადგილი. აი. არ დაგვხვდა არაფერი. ეს მომავალში გვეყოლება რამე. ხამურა მაინც იქნება. აი აქ არიან ხოლმე ბოხმეჭებიც. აი დაგემშვიდობებით.